სოფლიოში ეგრეთ წოდებული სავაჭრო ომი გრძელდება, თუკი მანამდე ქვეყნები ძირითადად ერთმანეთზე პაიქრებოდნენ პროცენტების გაზრდით, რაც რისი კულმინაციაც იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩინეთისთვის დაცებული 155%-იანი ტარიფი და ჩინეთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაცებული 125%-იანი ტარიფი, ახლა უკვე ქვეყნები გადავიდნენ სხვა უფრო ქმედით ნაბიჯებზე და არა უბრალოდ პროცენტების დადარებაზე. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთის ხელისუფლებამ სი ძინპინმა, რომელმაც აუკრძალა ჩინურ ავიაკომპანიებს ამერიკული ბოინგის თვითმფრინავების შესყიდვა. ბოინგი არის ნომერ მეორე ყველაზე დიდი ავიამწარმოებელი კომპანია მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს თვითმფრინავებს, რომელთაც მოგვიანებით ფაქტობრივად ყველა ავიაკომპანია, რომელიც დღეს პლანეტაზე არსებობს, ყიდულობს. მისი პირდაპირი კონკურენტი არის Airbus, რომელიც არის რამდენიმე ევროპული ქვეყნის და კომპანიის კონსორციუმის ფარგლებში შექმნილი ძალიან დიდი კონგლომერატი, რომელიც არის სწორედ მთავარი მოთამაშე ამ ბაზარზე საბაზრო კაპიტალიზაციით. მის თვითმფრინავებს ასევე ფლობენ ძირითადად ფაქტობრივად ყველა ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელთაც ამის საშუალება და ფული აქვს, რადგან ხარისხით ბოინგთან და Airbus-თან ვერ მოდის ვერაფერი. აგრეთვე ჩინეთში არის ასეთი კომპანია კომაკი, რომელიც აწარმოებს თვითმფრინავებს აგრეთვე, მაგრამ ის ვერც იმ მასშტაბის არის, ვერც იმ გამოცდილებისა, ვერც იმ ხარისხის არის, ვიდრე მისი ამერიკული და ევროპული ანალოგები, მაგრამ როგორც ჩანს, ბოინგი, რომელიც აგრეთვე არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია, რომელიც ასრულებს არა მხოლოდ თვითმფრინავების წარმოების ვალდებულებას, არამედ ქმნის რაკეტებს, აგრეთვე ეხმარება სხვადასხვა ჯარის ნაწილებს, სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ახალი თაობის გამანადგურებელიც მან უნდა შექმნას F-47 კი სწორია და საერთოდაც Saturn 5-ის რაკეტა, რომელთაც ადამიანი დაეშვა მთვარეზე, იყო ბოინგი შექმნილი. ამ ტიპის და მასშტაბის კომპანია, ასე რომ მისი სანქცირება ჩინეთის მხრიდან არ არის უბრალოდ ეკონომიკური გადაწყვეტილება, ეს ძალიან დიდი სიმბოლური ნაბიჯიც არის, მით უმეტეს რომ დონალდ ტრამპის პირობებში ექსპერტები ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ბოინგს, რამე თუ ის ეროვნული წარმოებაა და სწორედ ეროვნული წარმოების ამბოქოქვაზე დგას დიდწილად დონალდ ტრამპის პოლიტიკა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ასე ვეღარ იქნება, რადგან სულ მცირე დროებით ჩინური კომპანიები ვერ იყიდიან ბოინგის თვითმფრინავს. თანაც აქ არ უნდა დაგვეუწყოს, რომ ამ ბიზნესში თვითმფრინავს შეიძლება დღეს ყიდულობს კომპანია, მაგრამ მას იღებს 2-3 წელიწადში, რადგან თვითმფრინავის შექმნა სჭირდება დრო და ეს არის წინასწარ შეკვეთების შესაბამისად თუ დღეს ვერ შეუკვეთავს კომპანია ბოინგის თვითმფრინავს და წავა კონკურენტთან, ერთი რომ ეს სავარაუდოდ ფასებს გააძვირებს, რადგან კონკურენცია აღარ იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ჩინურმა კომპანიებმა დააგდონ ძალიან ხარისხი, რადგან უბრალოდ ვეღარ იყიდიან იმ დროში, რა დროშიც მათ სჭირდებათ თვითმფრინავს, მაგრამ მეორე მხრივ სავარაუდოდ კომაკი, რომელიც ადგილობრივი წარმოებაა, სწორედ ის შეიძლება ამოიქოქოს და უკეთესი ხარისხი დადოს, რადგან ჩინეთს შვევია ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები და ამ მხრივ ეროვნული წარმოების ამოქოქვა ეს ყველაზე კარგად ჩანს ელექტრომობილებზე. ნამდვილად და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთმა იხელთა დრო და თანაც სავაჭრო ომი იდეალურ გარემოს ქმნის იმისათვის, რომ ჩინეთმა მიიღოს ყველა უპირატესობა, რისი მოპოვებაც საერთოდაც შეიძლება ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობის ფარგლებში. ასევე ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით საინტერესო არის საინვესტიციო ბანკების შეფასებები, რადგანაც როგორც წესი ინვესტორები ყველაზე მეტად საინვესტიციო ბანკებს უსმენენ, ვინაიდან მათ აქვთ წვდომა ისეთ ფინანსურ და ეკონომიკურ მონაცემებთან, რომელთაც ვერ მოიპოვებთ ესე საჯარო და მარტივად. ეს კომპანიები აკვირდებიან აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მიმდინარეობს სოფლიოში და ერთ-ერთი ესეთი კომპანია, რომელიც ძალიან აქტიური არის მიმდინარე პროცესების შეფასებაში, არის Goldman Sachs, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღიურად ანახლებს პროგნოზებს ეკონომიკურ ზრდასთან, რეცესიასთან დაკავშირებით და უკვე Goldman-ის გენერალური დირექტორი გვაფრთხილებს და გვეუბნება, რომ რეცესიის რისკები არის ძალიან მაღალი, თუმცა ამ რისკების მიუხედავად კომპანია თავისი არსით პირველ კვარტალში აფიქსირებს შესანიშნავ ფინანსურ შედეგებს. კომპანიამ ყველა მიმართულებით ზრდა დააფიქსირა, საერთო ჯამში შემოსავალმა პირველ კვარტალში შეადგინა დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი, ეს აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს და გასული წლის შედეგებს და წმინდა მოგებამ ამ დროს შეადგინა 4 მილიარდ 190 მილიონი დოლარი, ესეც გაზრდილი შემოსავალია. საინტერესო რომ ყველაზე მეტად და მკვეთრად გაიზარდა საინვესტიციო ბანკინგის მიმართულების შემოსავლები. ანუ აქ ძირითადად საუბარი გვაქვს ინვესტიციებსა და ტრეიდინგზე, რომელმაც შეადგინა ამ პერიოდში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი. ეს არის კოლოსალური თანხის მოცულობა რეალურად საკომისიოებიდან დაგენერირებული, რადგანაც ბოლო პერიოდში საფონდო ბირჟებზე არის უკიდურესად მაღალი დონის გაურკვევლობა, ვოლატილობა, მერყეობა. ასე დროს ინვესტორები და ტრეიდერები ძალიან ხშირად ყიდულობენ, ყიდიან აქციებს, ხსნიან და ხურავენ პოზიციებს, ამით კი რა თქმა უნდა ყველაზე დიდ სარგებელს იღებენ ტრეიდინგ პლატფორმების ოპერატორები და ერთ-ერთი ასეთი ოპერატორი რა თქმა უნდა არის Goldman Sachs, რომელიც წარმოდგენილი არის უშუალოდ Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე პირდაპირ სავაჭრო ასე ვთქვათ, თავისი
ჯიხურით არის წარმოდგენილი ის საფონდო ბირჟაზე შესაბამისად ამითი ძალიან დიდ სარგებელს იღებს Goldman-ი და პრინციპში ნებისმიერი სხვა ბანკი, რომელიც ამჟამად აი ამ ბიზნესით არის დაკავებული. ბანკების საინვესტიციო ბანკების ერთ-ერთი ბიზნესი აგრეთვე არის სხვადასხვა გარიგებებში მონაწილეობა ფასილიტაციის გზით, აუდიტის გზით, მომზადების და ასე შემდეგ და ერთ-ერთი საინტერესო გარიგება ჩაიშალა როგორც დაფინანსების გზით. როგორც დაფინანსების გზითაც კი განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებს. Onsemi და Allegro Microsystems-ი არსებობს ორი ასეთი კომპანია, რომლებიც საჯარო ცნობილები არ არიან, რადგან ისინი აწარმოებენ ისეთ რაღაცას, რაც როგორც წესი საცალო მოხმარებლისთვის არ არის გამოსაზომე, ესენია პროგრამული უზრუნველყოფა და პროცესორები, რომლებსაც ხვდებით ავტომობილებში, რადგან ავტომობილებს ყიდულობენ როგორც წესი ადამიანები და არა ამ შემადგენლანწილებს, ამიტომ არავინ არ იცის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიაა და ორივე და ისინი ცდილობდნენ გაერთიანებას, ეს საბოლოო ჯამში მერჯერის ღირებულება უნდა ყოფილიყო 7 მილიარდი დოლარი, მაგრამ როგორც ჩანს ის ჩაიშალა, რადგან როგორც Onsemi-ში ამბობენ, მეორე კომპანიას Allegro-ს არ აქვს მაინც სურვილი იმისა, რომ კომპანიასთან გაერთიანდეს, რაც ძალიან უცნაურია, რადგან შეთანხმება იყო, მაგრამ როგორც ჩანს შეთანხმების მერე რაღაცები შეიცვალა Allegro-ში და ისინი ინიციატივას არ იჩენენ, ხოლო როცა კომპანიები ერთიანდებიან, აქ ცხადია ორივე მხარის ძალისხმევა არის საჭირო, რადგან იქ უნდა ჩატარდეს დეტალური აუდიტი, უნდა გაიცვალოს ინფორმაცია, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს ცნობილი, რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, მენეჯმენტი უნდა შეიწყოს, ნახევარი თუ რაღაც ნაწილი ადამიანებისა უნდა გავიდეს კომპანიიდან და ასე შემდეგ. ამას ჭირდება ცხადია ორივე მხარის ჩართულობა და თუ ორივე მხარე ჩართული არ არის, მაშინ მოკლედ ვიღებთ ჩართულ გარიგებას, რომელიც ცხადია არ მოსწონთ ინვესტორებს, რადგან ინვესტორებს როცა ეტყვი, რომ გარიგება დგება და მოგვიანებით ეს გარიგება განდასრულდება, უკვე ეს ძალიან დიდ პრობლემებს იჩენს.